خدا خالخو نخد خالخو آخرت مستمر من رادروز آخرت مستمر گامدرو کانسی آره هست استاسیونه بیتر گامدرو کانسی امید گامدرو کانسی رو جان دام خنلی آویس پاکستانی قبنا واو متكلم دوست دادی თავგადასავლი გადაგხდა ბოლოს დადერთი სტორი რომ რკინიგზის სადგურზე მივედით გადავწყვეტეთ გამოტოვოთ 1000 რაღაცა კილომეტრი და ჰიდროელექტროდან ავიყიდეთ ბილეთები მატარებლის რომ წამოსულიყავით დედაქალაქში ისლამაბადში მატარებელმა არცაც სიარცა ცხელა და დათქმულ თუ დაგეგმილ დროზე 6 საათით უფრო გვიან მოვიდა ხამის 2 საათამდე ველოდებოდით მაგრამ საბედნიეროდ შეხვდა ძალიან კარგი ბიჭია ერთი დღით ადრე რა არის ნერვოსი ჯინჯერი მოკლედ რამშენობა 6 საათი ველოდებოდით ამ მატარებელს მაგრამ საბედნიეროდ კაცი რომელიც ერთი დღით ადრე გზაზე გავიცანეთ აი იმ რესტორანთან ბევრი საწოლები რო იყო ჩამწკრივებული ის კაცი ჩვენთან კონტაქტზე იყო სანამ ჩავაგზავნით ჰიდროელექტროდში დავხვდა სადგურზე ბილეთები ძლივს ვიყიდეთ ვეკითხებოდი ამ ჰედმასტერს თუ მენეჯერი ვინც იყო სადგურის რაღის ბილეთი კი ეგონებოდა სადღაც რეკლამა და გავარკვიო ვერ გავიგეთ რატო აკეთებდა მაგას ეგ ვერ გავიგეთ მაგრამ საბოლოოდ ვიყიდეთ ბილეთი და უთხარით ვიკითხეთ ჩვენს ველოსიპედების ტრანსპორტირებაში თანხა თუ არ დასამატებელი ორჯერ იკითხეს მაგკაცის თანდასწრებით და ეგ იძახიან არაო ოკეი ეხლა ჩვენმა ნაცნობმა ბიძამ თავის მეგობართან ერთად წაგვიყვანა სავახშმოდ მოკლედ ვსირნობდით ამ ბიძებთან ერთად ჯერ მივედით ადგილობრივ რესტორანში და ბირიანი მივირთვით ოღონდ სხვა კიდე ორი ძმაკაცი იყო იქ და ერთი სადგურის თანამშრომელი ანუ სულ 7 ვიყავით მე არმინი ბიძები და სადგურის თანამშრომელი ძალიან აი cool მაგარი ტიპი ბიძები იყვნენ ერთი ადვოკატი ერთი ბანკის ოფიცერი და ერთიც მშენებელი მოკლედ ვახშმის მერე ამ მშენებელმა თავის თანდაკვატია ანუ თავის აშენებულ კორპუსის პირველ სართულზე პატარა ოფისი ჰქონდა ძალიან პატარა ამ ოფისში დაკვატია ჩაიზე იქიდან რომ გამოვედით ჯერ კიდევ გვეგონა რომ მხოლოდ 4 საათი აგვიანებდა მატარებელი მაგრამ აღმოჩნდა რომ 6 შემდეგ ჩვენმა მეგობარმა სალიმმა გადაწყვეტა სახლში მოვყვანოს რადგან მის თოლიც გავიცანით იმ დღეს გზაზე და გავახარათო სიურპრიზი გავუკეთოთ მივედით ძალიან კარგი ოჯახი ყავდა მე მგონი 2 ბიჭი და 2 გოგოები არ იყვნენ ძლები შვილიშვილები ულამაზესები და უსაყვარლესები კარგად მიგვიღეს იქაც თვითონ ჭიქა ჩაი მივირთვით და წამოვედით სადგურში თუ სადგურზე კიდევ ველოდეთ გამოხდა ხანი მოვიდა მატარებელი ჩავსხედით 20 საათი დაგეგმილი 20 საათის მაგივრად 23 საათი ვიმგზავრეთ ისლამაბადამდე ამ ძველის ძველ ინგლისური კოლონიების დროინდელ მატარებლით ჩამოვაგწეთ ღამის 2 საათზე ისლამაბადში
გადმოვიღეთ ბარგი, არ მინდა წავიდა ველოსიპედების წამოს უყანად და 3 წუთში ძალიან შორს ვიყავი. ანუ მე ვიყავ მატარებლის ერთ ბოლოში და საბარგო ვაგონი იყო მეორე ბოლოში, იყო 20 თბილისის უგდიდის მატარებლის ხევა არ იყო, 2 თუ 3 მხედა იყო და მესმის ყვილი. ვიფიქრე ალბათ ისე დამტვრეული ჩვენი ველოსიპედები ამ ბარგში, მინდა რომ გაჭედილი იყო საბარგო ვაგონი. ვიფიქრე რომ ისე დამტვრეული და ისეთი რაღაცები დაზიანებული დაგმერხა მეთქი. და დაურეკე. გისმენ, მემნამავი. რა ხდება? ჩვენი ველოსიპედები ლაჰორში არისო. გამიხარდა რა თქმა უნდა. 400 კილომეტრის მოშორებით ჩამოიღეს ჩვენი ველოსიპედები. არ ვიცი, მათი შეცდომა იყო, ჰიდერბადში დავსვლა შეცდომა და 2 დღე მერე მაგ ველოსიპედებს უკან დაბრუნებას ვაორგანიზებდით. დაურეკეთ იმას, ამას, ლაჰორში, ისლამაბადში, ჰიდერაბადში, ყველგან ვრეკავდით და საბოლოოდ ჩამოვიდა. გუშინ წინ ჩამოვიდა ველოსიპედები, წავედით სადგურზე, საღამო ხანია. კიდევ ერთხელ ზარით გადავამოწმეთ ადგილობრივს, გადავარეკინეთ, ხوارფი გვაქვს ადგილზე გადასახდელი, იმიტომ რომ რაღაც 10,000 რუპიას გთხოვდნენ, რაც კარგი ესე რამდენია? ნუ 34 ევროდან მეტია მე მგონი. ბევრია რა. იმაზე მეტი ვიდრე ჩვენს ბილეთებში გადავიხადეთ. და ამ მიმოწერის შემდეგ ჩვენ გადავამოწმეთ სატელეფონო ზარით ის კიდევ ერთხელ გვაქვს თუ არა გადასახდელი, ვიღაცა იქნება მოგონება არაფერი არ გაქვს გადასახდელი. წავედით. ავყვანთ ველოსიპედები, ვამზადებთ, ფეხსაცმელი ველოსიპედებში მქონდა, ჩუსტებით მივედი, ჩავიჭი ფეხზე, ამასობაში მორჩნენი ლანჩს თუ ვახშამს ამ საწყობში და გამოვიდნენ ქენშკარა, ამიქაი. განაქორდა ეშტო ხუშტ მარე 15 კაცი გვახვევია, ირგვლივ და მოკლე ვის რა უნდა თვითონაც არ იციან და გვეუბნება უნდა გადაიხადოთ და გაწონასწორებულად. ჩვენ რა უნდა გადავიხადოთ? იმან ესე გვითხრა რომ არ გაქვთ გადასახდელი, ტელეფონზე გითხარით რომ არ გაქვთ გადასახდელი, არა 8000 რუპია და გადაიხადოთ. ხო და მაშინ შევუტიეთ ჩვენ. შევუტიეთ ვუთხარ რომ ჩვენ მეთქი ჰოსტელში, იმიტომ გავჩერდით 2 დღე და ღამე. რომ ჩვენ თქვენში ცნობა დაუშვით, ველოსიპედები ადგილზე არ იყო, ღამის 3 საათზე თუ 2 საათზე სახში უნდა წავსულიყავი, სადღაც რა ვიცი, სადაც უნდა წავსულიყავი, გადმოვედით ველოსიპედები არ დახვდა, ჩვენ გეგმები შეიცვალა, არაფერს არ გადავიხდით. 10 წუთიანი კამათის შემდეგ რაღაც ქვითარი ამობეჭდეს კომპიუტერთან, გამოვხდა ჩეკზე წერია 2500 რუპია გაქვს გადასახდელი და მეორეზე 1000 წერია. მაშინ უფრო გავბრაზდი 5 წუთის წინ ჯერ 5000 გთხოვდნენ, მე 8000 გთხოვდნენ და 5 წუთის წინ 8000 იყო, ეხლა უცებ 2000 რატო გახდა მეთქი და მე ვუთხარი არ გენდობით, იმიტომ რომ ესე ცვლით ნომრებს რა ქვია, ციფრებს და მე რა ვიცი შეიძლება ესეც უსამართლოა რომ თხოვთ გადახდას, არ მეკუთვნის რატო უნდა გადავიხადო. იქით რეკავენ და მე ვუთხარი არ მის ეხლა მეთქი წავიდეთ აქედან დავიძარით მე წინ მიგიորդით რომ გამოყვება მაგრამ გამოგვეკინე და სტაციის ამას ხელი ველოსიპედს და გააჩერეს მე მივბრუნდი უკან ეხლა გამწვავდა სიტუაცია ძალიან გამწვავდა სიტუაცია და დაიწყოს კიდე რეკავები მე ვიფიქრე პოლიციაში რეკავდა იმიტომ რომ ოხსნიდა რაღაცა foreigners ახსენებდა illegal რა ურდუ ენაზე ლაპარაკობდა, მაგრამ რაღაცებს ინგლისურად ამბობდა და მოვეთქე პოლიციას ურეკავს ეხლა საჭირო ადრენალინის დოზა გამოვიმუშავე. ავფორიაქტი და ბოლოს დარეკა სადღაც ამ კაცმა საწყობიდან აუხსნა სიტუაცია ამ ტიპს, ვისაც ელაპარაკება, მისცა ტელეფონი არმენს და ხაზზე ჩვენი მეგობარი სალიმიარი ჰიდერაბადიდან. წარმოდგენა არ მაქვს, საიდან ქონდათ სალიმის ნომერი რანაირად აღმოჩნდნენ ერთმანეთთან კონტაქტში, მაგრამ ამ სალიმო გითხრა, არაფერი არ გაქვთ გადასახდელი, შეგიძლიათ წახვიდეთო. მე ამ კაცს უთხრა, არ ვიცი რა უთხრა, შეიძლება თვითონ გადაიხადა, მაგრამ
ძალიან ბედნიერი დავტოვა იქაურობა. ცოტა აღელვებული არ ფურიაქებული, მაგრამ ბედნიერი. იმიტომ რომ მე ვთქვი, რომ არაფერს არ გადავიხდი და საბედნიეროდ ჩემმა გეგმამ გაჭრა. იმიტომ არ გადავიხდი, რომ თავის საქმეს ნორმალურად ვერ აკეთებენ, ვერ იგებენ სად უნდა გააგზავნონ ველოსიპედი. 2 დღე ყველა გვალოდინეს და გავანერვიულეს. და ჩვენ ველოსიპედი ცოტა დაზიანებული იყო. რატომ უნდა გადავიხადო? თან ცდილობდი მოვატყობინეთ. არაფერს არ გადავიხადეთ. ეხლა 10 წუთი რომ ამაზე ვლაპარაკობ, ეს ნორმაა? ნორმაა მითხარი. მაგრამ ძალიან გრძელი ამბავი, რა ვქნა?